უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე, სადაც ხდება სემესტრული სწავლების შეფასება და დასრულება. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად სტუდენტები მოწყვეტენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის ყოველფუნქციონირება, რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა დამატებითი სემესტრისა და მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე. სტუდენტებს არ აქვთ სოციალური დაცვის საშუალებები, საუნივერსიტეტო გადასახადები, სტუდენტური საცხოვრების არქონა და დაბალი სტიპენდია კი მათ სულს უხდავს. სახელმწიფოში არსებული საგანმანათლებლო, ფინანსური, სატრანსპორტო, ბიუროკრატიული ცხოვრების წესები, რომლებიც ადგენენ და განსაზღვრავენ დღეს ცხოვრებას, იქნება სისტემური და ერთმანეთთან დაკავშირებული რეალობა, რომლის წყობიდან გამოყვანა არის ბერკეტი წინააღმდეგობისთვის. ამიტომაც ეს პრაქტიკა არის შეუცვლელი პროგრესული მოთხოვნებისთვის, რომელიც უნდა გამოიყენოთ ათასობით ბავშვის, სტუდენტისა თუ მშრომელის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით, ხელს უშლის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღის წესრიგში ვაკეთებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს. ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლო სტუდენტები და ყველა დაკავებული საერთო სტუდენტური საცხოვრების მშენებლობას, სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას, განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას და მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას. მოუწოდებთ სტუდენტებს შემოგვიერთდნენ ბრძოლაში, რომელიც ათასობით სტუდენტს გადაარჩეს უფინაობისა და უსახსრობისგან, რაც მათ ცხოვრებისთვის სჭირდებათ. თავისუფლება დაკავებულებს! თავისუფლება დაკავებულებს! საცხოვრებელი